ჩვენ ვაგზალებთ თხრობას ჩვენი ვრცელი ისტორიის შესახებ. ნაპოლეონის შემდეგ თავარი მეორე ეპიზოდის თემა იქნება ვენის კონგრესი და ის ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა ევროპულ სახელმწიფოებს შორის და ძალთა ბალანსი, რომელიც აწრეულების განმავლობაში გასტანა. ყველაფერი ალბათ უნდა დავიწყოთ ნაპოლეონის დამარცხებით. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ, ჩვენ ვლაპარაკობთ თორნიკე შარაშინიძესთან ერთად და მოგითხრობთ ამ ისტორიების შესახებ, ევროპული ისტორიის შესახებ, რომელიც მაშინ მთელ მსოფლიო არქიტექტურას განსაზღვრავდა. ნაპოლეონის დამარცხებით იწყება უკვე ახალი წესრიგის შექმნა. ნაპოლეონი მარცხდება რუსეთიდან წამოსული ნაპოლეონი მარცხდება ლაიფციგთან. შემდეგ უკვე ევროპული ჯარები რუსეთის დომინაციით შედიან საფრანგეთში, იღებენ პარიზს და იწყება მოლაპარაკებები ნაპოლეონის ძალაუფლებიდან ჩამოშორების შესახებ. როგორ მოხდა ეს ამბავი? ნაპოლეონმა წყინვალე სამხედრო კამპანია ჩაატარა რუსეთში დამარცხების შემდეგაც კი, მაგრამ მაინც განწირული იყო, იმიტომ რომ ებრძოდა ედრულო მთელ ევროპას, მანამდე როგორც ჩვენ ვილაპარაკეთ პირველ გადაცემაში ის როგორც წესი ამარცხებდა ხოლმე ყოველას რიგრიგობით. ეხლა მთელი ევროპა მისიანამდე გულმობს, პლუს ამას უზამაზარი მსხვერპლი ნახა მან რუსეთში და ამიტომაც საბოლოო ცხადია მაინც განწირული იყო. და რუსაფრანგეთის ტერიტორიაზე მიდიოდა ბოლოს უკვე ბრძოლები მის წინააღმდეგ, თითქმის ყველა ბრძოლა მოიგო, მაგრამ მერე მოკავშირეები შევიდნენ პირდაპირ პარიზში. დაადეს თავი და პირდაპირ იქ შევიდნენ. და მერე გადადგა, იმიტომ რომ მისმა მარშალებმა უთხრეს, რომ ჩვენ ახლა პარიზზე არ გავიწევთ. ამიტომაც გადადგა, გადასახლეს ელბაზე, ელბა რეალურად მის საკუთრებაში გადასცეს, შემოარჩუნეს იმპერატორის ტიტული. კარგ პირობებში იყო ძალიან, კარგი კლიმატი, მშვენიერი კუნძული და ასე შემდეგ. და მერე ცხადია უკვე დღის წესრიგში იყო რა უყონ ხა საფრანგეთს როგორც ასეთი დამარცხებული სახელმწიფო, რომელმაც მთელი ევროპა აფორია აქ მოყოლებული რევოლუციიდან, არა? ვინ აწარმოებს აი მოლაპარაკებს, ის ჯარი მაინც რაღაც დარჩენილია, ნაპოლეონი დათანხმდა პრინციპში გადასახლებას და აქეთ არიან გამარჯვებულები, აღებული პარიზი, იქ დღემდე არის ეს შემორჩენილი, ხო? მეხსიერებაში პარიზი რუსების ქვეშ. პარიზი რუსების ქვეშ, რომლებიც იმ პერიოდში არ იყვნენ მანდამაინც ბევრი, მე მოგვიანებით დაბრუნდებიან ვატერლოოს შემდეგ და მე მოგვიანებით სრულფასოვანი ოკუპაცია იწყება ვატერლოოს შემდეგ. ამაზე ვისაუბროთ ცხადია. და ალექსანდრე ხიდსაც კი აშენებს და ჩუქნის, ხო? თავარი ფიგურა ალექსანდრე ამ დროს პარიზში, იმიტომ რომ თავარი გამარჯვებული ნაპოლეონის წინააღმდეგ ცხადია რუსეთია. მისი წყალობით მოხდა დამარცხება. მისი ზამთრის წყალობით რისი ეს მეორე ხარისხოვანია. ფაქტი არის ის, რომ ლაშქრობა რუსეთზე ნაპოლეონი არ დამარცხდებოდა ალბათ, ხო ესე მარტივად არ იქნებოდა ეს საქმე. როცა შედიან გამარჯვებულები პარიზში, თვითონ ტალეირანი გამოეგებება გამარჯვებულებს და ალექსანდრეს ეუბნება, რომ ჩემთან იცხოვრებ, ჩემს სასახლეში. ალექსანდრე დასახლდება ტალეირანის სასახლეში და ტალეირანი იწყებს მასთან მუშაობას. მის დამუშავებას. ეხლა როგორ ამუშავებს? ტალეირანმა იცის ძალიან კარგად ალექსანდრეს ერთი სისუსტე. ალექსანდრეს პრეტენზია აქვს, რომ ის არის განათლებული პროგრესული მონარქი. და პრინციპში მართლა ესეა. ალექსანდრე გაზრდილი არის ვოლტერზე და ფრანკ გამართლებლებზე და ალექსანდრეს უნდა რომ ევროპას მოუნდაროს მშვიდობა და ესე თქვა სამართლიანობა და წესრიგი. და ტალეირანი ეუბნება რომ თუ გინდა ევროპაში მშვიდობა იყოს, შენ ხო იცი რომ ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა არ იქნება საფრანგეთის გარეშე, ამიტომაც საფრანგეთს ცოტა მობიერად უნდა მოექცეთ, ვაპატიოთ ეს სიგიჟეები, რომელშიც გაეხვა ნაპოლეონის გამო, ნაპოლეონი დამარცხდა მოიშორეთ თავიდან, ამიტომაც მოდი ფრანკ ხალხს ვაპატიოთ. და ერთ-ერთი საშუალება რომ ესე თქვა საფრანგეთში ხა მშვიდობა დამყარდეს, არის რომ ჯერ-ერთი დაუბრუნოთ ძველი დინასტია ბურბონების, ვინც რევოლუციის დროს განდევნეს და მეორე ფრანკ ხალხს რომ ესე თქვა არ ქონდეს შურიზიების სურვილი, მოდი საოკუპაციო ჯარი მალე გავიყვანოთ, კონტრიბუცია არ დავაკისროთ საფრანგეთს, მობიერად მოექცეთ. და ალექსანდრე ამაზე თანხმდებიან სხვა გამარჯვებული სახელმწიფოებიც. ამ ტალეირანმა მიაღწია პირველ მიზანს, საფრანგეთი გადაარჩინა ოკუპაციას, გადაარჩინა დამცირებას, საფრანგეთს დაუტოვეს რაღაც პატარ-პატარა დაპყრობები 92 წლის საზღვრებში დააბრუნეს. ცხადია, ეხა ნაპოლეონის დაპყრობები ყველაფერი ჩამოართვეს, რაზე საუბარი. რაც დარჩა, მგონი ძირითადად რომის პაპის რაღაც პატარა სამფლობელოებიც იყო, რომელიც დარჩა. სამფლობელოები რომის პაპს დაუბრუნდა, ცხადია, მაგრამ რაღაცები რაღაც აი ავინიონ და რაღაც დარჩა, მაგალითად იტალიური რაღაც, მაშინ ნიცა საუია დარჩა საფრანგეთის იმ პერიოდში და ასე თუ ისე გადარჩა საფრანგეთი, გამოვიდა ხელუხებელი. მათ შორის შეარჩინეს უამრავი განძი, მათ შორის ნახატები, რაც ნაპოლეონმა გამოზიდა ფრანგული, საბოდიში ევროპული მუზეუმებიდან. ესენც ყველაფერი შეარჩინეს რა. მოდი ძალიან ფშალად გამოძრო საფრანგეთი. ეხლა ამის მერე უკვე ტალეირანის მეორე მიზანი არის გამარჯვებული სახელმწიფოები, რუსეთი, ინგლისი, ავსტრია და პრუსია
არ გაძლიერდნენ ძალიან. არ ესარგებლონ ამ გამარჯვებით და არ გაძლიერდნენ ტერიტორიები, არ მიერთონ. ეხლა ამის მიღწევა ცხადია, ძალიან რთულია, იმიტომ რომ საფრანგეთი დამარცხებულია და როგორ უნდა შეუშალოს ხელი გამარჯვებულ სახელმწიფოებს, რომ მათ ტერიტორიები არ მიერთონ. ეს არის შეუძლებელი მისია. და ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს ახალი ევროპის რუკა უნდა დაალაგდეს, ახალი წესრიგი უნდა დაალაგდეს ვენის კონგრესზე, რომელიც უნდა გაიხსნას ოქტომბერში, 1814 წლის ოქტომბერში. და ირანი მიემგზავრება ამ კონგრესზე, რა თქმა უნდა, მის უკან არ დგას ძლიერი ჯარი და ძლიერი სახელმწიფო, დამარცხებული სახელმწიფო დგას რეალურად და ბევრი დერკეტი მანდამანის ხელში არ უჭირავს, მაგრამ მოახერხებს იმას, რომ ესე თქვათ, ვერ წაიღონ ამ გამარჯვებულებმა ის ტერიტორია, რომელიც მათ სურთ. მათ შორის წინააღმდეგობას გააჩენს და როგორ გააჩენს წინააღმდეგობას ძალიან მარტივად ახლა. მან იცის ძალიან კარგად ვის რა სურს. მან იცის მაგალითად რომ რუსეთს იმპერატორ ალექსანდრეს უნდა რომ მთლიანად წაიღოს პოლონეთი. მთლიანად. სანამ მაგაზე გადახვალ და ამას აღწერონ ტალეირანი მიდის თავისი დიპლომატიური თავის იმედად, მოკლედ, რომელიც წარმოადგენს ფრანგულ ეროვნულ ინტერესს, საფრანგეთი რეალურად გადარჩეს. იქ საინტერესოა რასაც ყვები ის, რომ ჩვენი ცნობიერება ამ თაობის ერთად განსაზღვრულია, რომ ომი, როგორც ესეთი წარმოგვიდგენია მეორე მსოფლიო ომი, ხო ეს ტოტალური ნგრევა, ერთმანეთის განადგურება და შემდეგ სრულად დაპყრობა ქვეყნების გახლეჩვა და რაღაც სხვადასხვა ბანაკებში გადანაწილება და თავის დროზე ეს ომი მიმდინარეობს ჯარებს შორის და დიდწილად ცდილობენ რომ ეს ქვეყნები არ შეცვალონ, ხო? გამარჯვებულმა დამარცხებულები. და რომ დაუბრუნდეთ, რომ ვენაში იმართება ეს მთავარი კონგრესი, რატომ გადაწყდა რომ აი ვენაში უნდა ჩატარდეს პრუსიის დედაქალაქში, ავსტრიის დედაქალაქში, ბოდიში. რატომ ტარდება იქ და მე ვინ მონაწილეობს, ანუ როგორ გადაწყდა ეს ამბავი? ვენაში, იმიტომ რომ ავსტრიის იმპერიამ ყველაზე მეტი იომა ნაპოლეონის წინააღმდეგ, შეიძლება ითქვა, მართალია ყველა ომი წააგო, მაგრამ მაინც ყველაზე მეტი იომა, ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. მეორე, მას შემდეგ რაც ნაპოლეონი მარცხდება რუსეთში და იქიდან გამოდის, გადამწყვეტი სიტყვა იმ პერიოდში ეთქვოდა ავსტრიის იმპერიას, იმიტომ რომ როცა თავიდან ნაპოლეონი ომობდა რუსეთში დამარცხების შემდეგ პრუსიასთან და რუსეთთან, მათ ამარცხებდა მარტივად. მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა ნაპოლეონის დამარცხება, როცა პრუსიას და რუსეთს ავსტრია შეუერთდა. ანუ ავსტრია გადამწყვეტი იყო ამ ბალანსში. ის მხარეს გადავიდოდა ავსტრია, ის იყო გამარჯვებული. თავიდან იმ პერიოდში ავსტრიამ სცადა შუამავლობა ნაპოლეონსა და რუსეთსა და პრუსიას და ინგლისს შორის. ნაპოლეონმა შუამავლობა არ მიიღო, ჩავარდა ეს შუამავლობა და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა ავსტრია, პრუსიის და რუსეთის მხარეს. შუამავალი იყო მეტერნიხი, ავსტრიის საგარეო მინისტრი, კიდევ ერთი ბრწყინვალე დიპლომატი, როცა ასახელებენ ყველა დროის უდიდეს დიპლომატებს. მათი ესე თქვათ, ლომის წილი მოდის 19 საუკუნეზე, ეს არიან ტალეირანი, ეს არის ბისმარკი, ეს არის მეტერნიხი, ეს ძალიან დიდი სამეული გამოკვეთილი შეიძლება ითქვას. და მეტერნიხი არის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ცხადია ვენის კონგრესზე. ეხლა ვენის კონგრესზე მიწოულია პრაქტიკულად ყველა ევროპული სახელმწიფო, მაგრამ მეტერნიხი დაარწმუნებს ყველას, რომ ეხლა რატო უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ პატარა სახელმწიფოებიდან, მოდი ჩვენ 4 მოვხდეთ, 4 გამარჯვებული, ინგლისი, რუსეთი, ავსტრია, პრუსია, ერთმანეთში ყველაფერი გადავწყვიტოთ, შენ ამ ტერიტორიას წაიღებ, მე ამ ტერიტორიას წავიღებ და მე ყველაფერს ერთმანეთში გადავწყვეტ, მე დავუძახოთ პატარებს და უთხრათ, რომ ბიჭებო, მოაწერეთ ხელი, ჩვენ უკვე მოვილაპარაკეთ. ტალეირანი ჩადის ვენაში, აი ეს სურათი ხვდება. ეს 4-ეული იკრიბება, მას არ ეძახიან საერთოდ აიგნორებენ. როგორც დამარცხებულს? რა თქმა უნდა, აიგნორებენ. რა უნდა ქას, როგორ უნდა შეახციოს 4-ეული შეხვედრაზე, რომ სიტუაცია აურიოს. ესაა ძალიან რთული მისია. მას უკვე აქვს ჩამოყალიბებული პროგრამა. ამ პროგრამით ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ამ 4-ეულის მიერ ტერიტორიის მიტაცებას. რაში მდგომარეობს ეს პროგრამა? პროგრამის მიხედვით ევროპაში მხოლოდ ერთი შანსი არსებობს მშვიდობის დამყარების, ხანგრძლივი მშვიდობის. ეს არის ევროპაში ლეგიტიმიზმის აღდგენა. რა იგულისხმება ლეგიტიმიზმის აღდგენაში? ლეგიტიმიზმის აღდგენაში ტალეირანი გულისხმობს იმას, რომ ყველა სახელმწიფო იყოს თავის ლეგიტიმურ საზღვრებში. ანუ შენ არ გაფართოვდე. ოღონდ ახლა დამარცხებული საფრანგეთი ცხადია, პიტაბი ვერ ეტყვის ვერევის, რომ შენ არ გაფართოვდე. პასუხი იქნება, რომ შენ მიგეკითხება, ხო, დამარცხებული ხარ, იყავი შენთვის გაპატიეთ და ამიტომაც ჩუმად იყავი წყნარად. ამიტომაც ტალეირანი ჩადის ამ პროგრამით, რომ ჩვენ გვჭირდება ლეგიტიმიზმი, რომ იყოს ევროპაში მშვიდობა. ანუ საფრანგეთის ეროვნული ინტერესი დაფარარითი მშვიდობის და ლეგიტიმიზმით. არასოდეს არც ერთი ჭკვიანი დიპლომატია სახელმწიფო მოღვაწე პირდაპირ არ აფიშირებს თავისი ეროვნული ინტერესით. ყოველთვის ეროვნულ ინტერესს შენიღმავს ხოლმე რაღაცით. ლეგიტიმიზმი, რა ვიცი, ადამიანის უფლებები, ჩემი მოქალაქეების დაცვა, მშვიდობის დაცვა და ასე შემდეგ. არავის ეს არავინ არ ამბობს, აქამდე არ იყო ყოველ შემთხვევაში, ესე რომ ეს ტერიტორია მინდა.
აქამდე არ იყო ეს, ეხლა შენ მოვიდა მოდაში, ესე თქვა. ეხლა იცლო თამაში. ხო, მაგრამ ეგეც შეიძლება იყოს რაღაცა შენი იღბვა სინამდვილეში რა, იმიტომ რომ ძველი ნიღბები უკვე ჩამოხეულია და ჩამოვარდნილია. ხო, და ეხლა უკვე პირდაპირ ლაპარაკობ რომ ნავთობი მინდა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ამის უკან არ შეიძლება რაღაც სხვა ინტერესი წაიღოს. კი, რა თქმა უნდა. ხო და ამ 4-ეულის შეხვედრებზე ტალეირანი ვერ შედის. 4-ეული თავისთვის ლაპარაკობს. როგორ შევიდეს 4-ეულის შეხვედრაზე? აურია გარეთ სიტუაცია. აურია როგორ? თქვა რომ ეხლა ჩვენ ბოლოს და ბოლოს ეხლა ევროპაში ვართ თუ სადღაც მიყურებულ აფრიკაში თუ აზიაში. ევროპა მე ვიცი ისეთი რომ ყველა ერთმანეთს ჭუას ეკითხება, ყველა ერთმანეთში რაღაც ათანხმებს. ეხლა ეს 4-ეული თავით ჭუაზე თუ წყვეტს რაღაცებს, მოდი ჩვენ დანარჩენები, საფრანგეთი, ესპანეთია, არა. დაახლოებით 39 თუ რაღაც მეტი წარმომადგენელია და ესე იგი ეცვლებები ააბო. იცი რა არის საინტერესო? აი ეს თუნდაც ამ 4-ეულის შეხვედრაზე ერთმანეთში ეს ხალხი ინდივიდუალურად რა ენაზე ლაპარაკობს? ფრანგულად ხადე. აი ეგ არის ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, როცა შენ ენაზე მიდის აქ მოლაპარაკება ეს ურთიერთგაგებისთვის. ფრანგულად. მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის მერე უკვე ანაცვლებს ინგლისური ფრანგულ ენას. ანუ ომი გახდა საჭირო რომ ფრანგული ჩანაცვლებულიყო. ხო და ტალეირანი მოკლედ გარეთ ესე თქვათ ააჯანყებს პატარა სახელმწიფოებს ამ 4-ეულის წინააღმდეგ. ამბობს რომ მოდი ჩვენ არ ვცნოთ. ისინი რაღაცაც რომ მოილაპარაკებენ, ჩვენ ეს არ ვცნოთ. და ეხლა გარეთ ვინ არიან ფრანგების გარდა? ესპანეთია, არ არის ფლადლონდე ესე თქვათ ხელწამოსაკრები, ხო? პორტუგალია, შვედეთია, კიდე სხვები პატარა გერმანული სახელმწიფოები, პაპის სახელმწიფო, ჰოლანდია. ალბათ დანია, ჰოლანდია. ესენი ყველანი იმპერიალისტური ქვეყნებია, ანუ კოლონიების ფლობელი ქვეყნებია. უკვე ნაკლებად ჩამოქვეითებულები არიან. უკვე ჰოლანდია. ხო, მაგრამ ძველი დიდება და ღირსება თავისაშვება. რაღაც დონეზე აქვს, რა თქმა უნდა. იგივე ესპანეთს ხადია აქვს, ხო? ეხლა კოლონიური მენტალიტეტი, სულ ახალ იმპერიო ჯერ კიდევ ქონდა რაღაც დონეზე შენარჩუნებული კოლონიები. ხო და მოკლედ ეს 4-ეული იტყვის რომ მოდი დაუძახოთ ტალეირანს, საქმე გავურჩიოთ, რომ აღარ გაბედოს მომავალში სიტუაციის არევა ჩვენთვის. ტალეირანი შედის ამ 4-ეულის სხდომაზე და აქეთ გაურჩევს საქმეს. ეტყვის რომ გახსენით კონგრესი. დაიმახსოვრეთ, კონგრესს თუ არ გახსნით საჯაროდ, არც ერთი თქვენ მიღებული გაწყვეტილება აქ არ იქნება ლეგიტიმური. მე ამას არ ცნობ, არც ესპანეთი არ ცნობს, არავინ არ ცნობს. დაიჯერეთ, ესე არ იქნება. დამიჯერეთ, ამას მე ანუ პირველ რიგში ლეგიტიმაცია გჭირდებათ თქვენ. ზუსტად, ხო. იმისათვის რომ მე პროექტი განხორციელდეს მთლიანად ევროპის ლეგიტიმაციით. ევროპაში ვართ, ხალხო, თავის ადგონიან და ხა 4 კაცი ვერ გადაწყვეტს ყველაფერს მთელი ევროპის სახელი, თუნდაც ძალიან ძლიერები იყოთ. ხო და ძალიან მტკივნეულად დააჭერს, რომ გახსენით კონგრესი, სანამ კონგრესს არ გახსნით, არც ერთი თქვენი გაწყვეტილება არ იქნება ლეგიტიმური და გახსნან კონგრესის არ აწყობთ, იმიტომ რომ არ უნდათ მათ თქვენ საჯაროდ რომ სიტყვაზე რუსეთმა რომ თქვას რომ მე პოლონეთი მთლიანად მინდა, საჯაროდ ვერ იტყვის, უხერხული ევროპაში არიან. პრუსიას უნდა მთლიანად წაიღოს საქსონია, უხერხულია თქვა სხვების წინაშე თქვა ხა. ავსტრიას თავის გეგმა აქვს, უნდა რომ სარდინიაში თავისი პრინცი დასვას. მოკლედ უხერხულია, ეს ანეკდოტია ხო იცი? უხერხულია და ვეხსნიან კონგრესს. ეს მარტო ტრამპია, რომელსაც უხერხული უკვე არაფერი აღარ კი ბატონო, მილი ისე თქვა, თავისი აქვს მას, სხვა თემა. აქამდე მოვათოდეს პეტამამდე ნახოთ. ალბათ. ხო და აირეო სიტუაცია 4-ეულში, იმიტომ რომ ტალეირანი ძალიან მტკივნეულ წერტილზე დააჭერს წილს. ხვდებიან რომ ესე მარტივად არ იქნება რომ თავის შუაზე ყველაფერი გადაწყვიტონ, ეს აურევს სიტუაციაში ძალიან სერიოზულად ტალეირანი. მე ცხადე ერთ-ერთი ელაპარაკება ცალკე მეტერნიხს, ეუბნება რომ თუ რუსეთი მთლიან პოლონეთს წაიღებს, ძალიან ძლიერდება რუსეთის საფრთხე შენთვის. ცდილობს ალექსანდრესთან გავიდეს და ალექსანდრეს გადააფიქრებიოს რომ მთლიანად წაიღოს მან პოლონეთი. აქ ძალიან საინტერესო მომენტია. როგორც ირგო ალექსანდრეს პოლონეთის წაღება არ მხოლოდ იმიტომ უნდა რომ ტერიტორია წაიღოს როგორც ასეთი. არამედ რაღაც იდეალისტური ოცნება აქვს თავისი. თავის დროზე პოლონეთი გააქრო რუკიდან ბებიამისმა ეკატერინემ იმპერატორმა. პრაქტიკულად მთელი პოლონეთი იმ პერიოდში იქცა რუსეთის სატელიტად, იმიტომ რომ ეკატერინემ დასვა ეგ თავის საყვარელი მეფეთ. როცა დაინახეს პრუსიამ და ავსტრიამ რომ პოლონეთი ხდებოდა რუსული სატელიტი, დაითანხმეს ეკატერინე პოლონეთის გაყოფაზე და მოხდა მერე პოლონეთის გაყოფა სამ ნაწილად. ნაწილი წაიღო რუსეთმა, ნაწილი პრუსიამ, ნაწილი ავსტრიამ, ონდეს ეტაპობრივად მოხდა. სად ეგრევე არ მოხდა და მერე მოგვიანებით როცა ალექსანდრე გაიზარდა, ალექსანდრე სხვა შორის იყო ეკატერინეს საყვარელი შვილიშვილი. იზრდებოდა პოლონელების გარემოცვაში. ისინი ბავშვობიდან ეუბნებოდნენ რომ შენ რო გახდები მეფე, იქნებ ჩვენი ქვეყანა გაერთიანო. ანუ ბავშვობის ოცნება აქვს, რომ თავის ბავშვობის მეგობრებს აუხთინოს ოცნება. ეს ერთი და მეორე ძალიან საინტერესო. რახან ის პროგრესული მეფეა, ყოველ შემთხვევაში თავის თავზე ესე ფიქრობს, უნდა რომ პოლონეთს როცა გაანთავისუფლებს, გააერთიანებს როგორც რუსული იმპერიის შემადგენლობაში, მისეს კონსტიტუცია და მერე პოლონური მოდელი კონსტიტუციის გადაიტანოს მთელ დანარჩენ რუსეთის იმპერიაზე. ამას ხადია საბოლოო ჯამში ვერ მოახერხებს, ხო? კონსტიტუცია რუსეთმა მიიღო მხოლოდ მოგვიანებით
იაპონიასთან ომში დამარცხების შემდეგ ძალიან გვიან ნიკოლოზ მეორის დროს. ხო, ამას ვერ მოახერხებს, მაგრამ მას იდეალისტური უცნება აქვს, რომ წაიღოს პოლონეთი, როცა ტალეირანი ცდილობს, რომ ისევ და ისევ ითამაშოს ალექსანდრეს ამ კომპლექსზე, რომ მას თავისთავად მიაჩნია განათლებულ მონარქად და ეუბნება, რომ შენ ხო განათლებული კაცი ხარ, ნამდვილი ევროპელი მონარქი ხარ, რადგან ახალ ტერიტორიო რომ მიგავს, ეს ხო არა ევროპული საქციელია და ალექსანდრეს სიამდვილეში იმიტომ უნდა ეს ტერიტორია, იმიტომაც რომ პოლონელ ხალხს მისცეს კონსტიტუცია. ანუ კარგი მიზნისთვის სჭირდება. მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ მოახერხებს ტალეირანი, რომ ჩაშალოს ეს ალექსანდრეს განზრახვა, როცა თავის მხარეს გადაიყვანს ავსტრიას. მერე მის მხარეს გადავა პრუსიაც. ესე გამოვა. საბოლოო ჯამში მოხდება კომპრომისი, რომ მიიღწევა, რომ საბოლოო ჯამში საწყალი პოლონეთი ისევ სამ ნაწილად გაიყოფეს. პოლონეთს, ნაწილი წავა რუსეთთან, ნაწილი პრუსიასთან, ნაწილი წავა ავსტრიასთან. ანუ ეს განზრახვა, რომ მაინც ვიღაცა უფრო მეტად არ გაძლიერდეს და რაღაც დომინანტი არ შეიქმნას. ანუ უკვე იქ ყველაფერში გამოსჭვის. манипуляცია შეიძლება ალექსანდრეს იმიტომაც უადვილდება, რომ არსებობს ნაპოლეონის ფიგურა. ეხლა შეიძლება მოგვიანებით გადასახედიდან ხდებოდა მის დაკნინება, მაგრამ იმ დროს ეს ძალიან მონუმენტური ფიგურაა, ხო? და მას იტალიელებისთვის კონსტიტუცია აქვს მიცემული. ამიტომ რაღაცები არის მოდური. და შეიძლება ალექსანდრე, რომელიც თქვათ ეჯიბრება, თუ შეიძლება ესე ითქვას, მოდურია, კი, მოდურია და პლუს ამას ძალიან საინტერესოა, ახლა ალექსანდრე იმ პერიოდში არის ყველაზე ძლიერი ფიგურა ევროპაში. მას ყველა ცდილობს მას თავი მოაწონოს. ნაპოლეონი რო გაიქცევა ელბადან, სამ დაამარცხებენ ვატერლოოსთან, ცდილობს რომ გახლიჩოს ევროპელები, რომ მის წინააღმდეგ მთელი ევროპა ისევ არ გამოვიდეს. და როგორც ცდილობს ამას, ალექსანდრე ცდილობს რომ თავი მოაწონოს ალექსანდრეს. ამიტომაც საფრანგეთს აჩუქებს ახალ უფრო ლიბერალურ კონსტიტუციას. რომ დაანახოს ალექსანდრეს, რომ მე გამოსწორდი. მე ძველი დამპყრობელი ბონაპარტი კი არა ვარ შენაირი პროგრესული მეფე. ნუ არ გამოვა ეს, მთელი ევროპა მაინც შეერთობა საბოლოო ჯამში მის წინააღმდეგ ომში. პრუსიის თემაა ძალიან საინტერესო. აი, ეხლა შენ ახსენე, რომ აი გადმოიბირა ტალეირანმა ქვეყნები თავის მხარეს ამ 4-ულიდან, ხო? როგორ მოახერხა ეს? ნუ, თავარი პრობლემა იყო ის, რომ არსებობდა საფრთხე თავიდან გარიგების, რომ ერთმანეთში მორიგდებოდნენ პრუსია და რუსეთი. რუსეთი ეუბნებოდა პრუსიას, რომ წაიღეს საქსონია მთლიან, როგორ მთელი პოლონეთი მე მინდა, ეს არ მოსწონდა არა მხოლოდ საფრანგეთს და ავსტრიას, ასევე არ მოსწონდა ინგლისს. და რაღაც მომენტში გაერთიანდა ეს სამივე სახელმწიფო, გაფორმდა საიდუმლო ალიანსი ავსტრიის, საფრანგეთის და ინგლისის ამ ორეულის წინააღმდეგ. ძალიან საინტერესოა. მე რა მოხდა? ეხლა ბოლომდე კარგად ეს ცნობილი არის, სამწუხაროდ საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო ეს ამბავი, 2 საუკუნეზე მეტი გავიდა და არა ყველა დეტალი ცნობილი, ეხლა სად მაშინდელი წყაროები, სად თუნდაც მეორე მსოფლიო ომის წყაროები, ხო? როცა გააფორმეს ეს თითქმის 1 წელი მიმდინარეობს თან ეს კონგრესი, ხო? იქ უამრავი თითქმის 1 წელი, ხო? როცა გაფორმდა ეს ალიანსი, საფრანგეთი, ინგლისი და ავსტრია წარმოუდგენელი იყო, საფრანგეთი მტერია იქამდე მტერი იყო, ხო? ეს ალიანსი მოწოდებული იყო, რომ ეუმოს თუ რამე ეუმოს რუსეთს და პრუსიას. მაგრამ ეხლა როგორ უნდა შეაშინოს შენ პრუსია და რუსეთი? იმათო ხო არ იციან, რომ ეს ალიანსი არსებობს. შენ გააფორმე, მაგრამ როგორ უნდა აქციო ბერკეტად მას წინააღმდეგ? იმათო თუ არ იციან, ალიანსი არსებობს, როგორ უნდა შეაკავო? და ჩემი აზრით, სპეციალურად მოხდა გაჟონვა ინფორმაციის, რომ ეს ალიანსი გაფორმდა. და როგორ მოხდა გაჟონვა? გაჟონეს, ანუ რუსებმაც გაიგეს, რომ ეს ალიანსი არსებობს და პრუსიამაც გაიგო. ოღონდ როცა ეკითხებოდი, რომ თქვენ გააფორმეთ ალიანსიო, ესენი ცხადია უბრალოდ რას ლაპარაკობთ რა ალიანსი ის ალიანსი, მაგრამ იმათო იციან, რომ ალიანსი არსებობს რა. როგორც ეს ტალეირანმა ჩააწყვეს ყველაფერი განახორციელა გენიალურად. რუსიაზე ისე და ისე, როცა პრუსიას უნდა რომ საქსონია წაიღოს და მას უჭერს მხარს აქტიურად იმპერატორი ალექსანდრე, ტალეირანი კითხულობს, რომ კი, მაგრამ ამ საქსონიამ რა დააშავა, რომ ვაჩუქოთ პრუსიასო. ალექსანდრე ამბობს, რომ საქსონიის მეფე მოღალატეაო. მე რა იგულისხმება მოღალატეობაში. საქმე არის ის, რომ როცა ნაპოლეონი მარცხდება რუსეთში, თითქმის მთელი ევროპა მას ზურგს შეაქცევს, მაგრამ ერთ-ერთი ვინც არ შეაქცევს მას ზურგს არის საქსონიის მეფე. ანუ საქსონიის მეფე თანამედროვე ტერმინებით რო ვთქვათ, ძალიან დიდხანს იდგა ისტორიის არასწორ მხარეს. და ტალეირანი პასუხობს ამაზე, რომ ღალატი თარიღების საკითხია. იმიტომ რომ ხა ბოლოს ნაპოლეონის მოკავშირე, ოდესღაც თვითონ ალექსანდრეც იყო, ხო? თუ ნაპოლეონის მოკავშირეობა არის ღალატი, ყველა მისი მოკავშირე იყო ევროპაში რაღაც ეტაპზე, ხო? ავსტრიას რაღაც ეტაპზე მისი მოკავშირე იყო, რუსეთი მისი მოკავშირე იყო, ერთ-ერთი ინგლისი არ იყო მოკავშირე. მაგ ფრაზის პერიფრაზი არის, რომ ღალატი ხო თარიღების საქმეა და ანუ დროულად უღალატო ეს საერთოდ არ ნიშნავს რომ უღალატო. დროულად უღალატო ნიშნავს რომ გადახვიდე ისტორიის სწორ მხარეს. თუ ის უნდა დამარცხდეს. თან ღალატი რო არ არის. ტალეირანის აღმოჩნდა ისტორიის სწორ მხარეს, იმიტომ რომ ნაპოლეონი თავის დროზე უღალატა. და ამიტომ აღმოჩნდა ისტორიის სწორ მხარეს. ეს იყო ზუსტად. უღალატა მას ჯერ კიდე რა ვიცი 1808 წელს.
იმ პერიოდში. იმიტომ რომ ხდებოდა რომ ნაპოლეონი შარში ეხვეოდა. ტალეირანი ცხადია იყო ტიპიური ევროპელი დიპლომატი, ამაში რა ზღურსობ. ტალეირანს და მეტერნიხიც. ისინი მიიჩნევენ რომ რახან სამყარო დგას ბალანსზე და წონასწორობაზე, ამიტომაც პოლიტიკაც უნდა იდგეს ბალანსზე და წონასწორობაზე. ანუ ევროპული ძალთა ბალანსის ფენომენი საიდან მოდის? იმ პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობები ცალკე როგორც ასეთი დარგი არ არსებობს, დისციპლინა აკადემიური არ არსებობს, არ ისწავლება ცალკე. და ცდილობენ ეს ადამიანები, ვინც ცდილობენ რომ ესე ვთქვათ, ყველა ვინც ცდილობს რომ გაიაზროს საერთაშორისო პოლიტიკა, ყველა ცდილობს რომ პარალელი გაავლოს რასთან? ფიზიკასთან, ასტრონომიასთან, ბიოლოგიასთან და ამბობენ, უყურებენ, რომ ყველაფერი დგას ბალანსზე. პლანეტები არის ბალანსზე, ბუნება დგას ბალანსზე. ანუ ჩვენ რომ მშვიდობა და სტაბილურობა გქონდეს პოლიტიკაში, უნდა იყოს ბალანსი. ანუ ევროპაში უნდა იყოს ძალთა ბალანსი სახელმწიფოებს შორის, რომ შეარჩუნდეს მშვიდობა. ასე უყურებს საქმეს ტალეირანი, ასე უყურებს მეტერნიხი. ამ გაგებით ისინი არიან ევროპელები, ხოლო და არა რაღაცა ვიტრო ნაციონალისტები. აი ზუსტად ევროპელები არიან. ბალანსი მათთვის არის მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი, ესე ვთქვათ, ერთადერთი რეცეპტი. სხვა რეცეპტი მათ არ იციან. ლეგიტიმური მიზანი, რასაც უნდა იმსახურო, ეს არის მიიღწეს ბალანსი და შემდეგ ყველაფერი დაალაგდება. იმიტომ რომ ბალანსი არის გარანტი მშვიდობის, მეტი არაფერი. დაახლოებით ისე როგორც სიტყვაზე ეკონომიკას ამუშავებს თავისუფალი ბაზარი თავისით. ანუ არსებობს რაღაც თავისუფალი ბაზარი, შენ მოდი ხელს ნუ შეუშლი იმუშავებს და ყველა იქნება ბედნიერი და კვაკყოფილი. ასევე ბალანს თუ შევქმნით ჩვენ ევროპაში, თვითონ ბალანსი იზრუნებს მშვიდობაზე. რატომ? ყველა სახელმწიფო იზრუნებს იმაზე, რომ არავინ არ გაძლიერდეს ზედმეტად. ხო, ანუ მონოპოლისტის გაჩენა თავისუფალი ბაზრის პრინციპებით მოწყობილ სივრცეზე ნიშნავს ბალანსის დარღვევას. ანუ შენ ერთადერთი ძალისხმევას ეწევი, რომ არ გაჩენდეს მონოპოლისტი და შემდეგ ბაზრის პრინციპებმა იმუშაოს. ხო, ანუ იგივეა, ნაპოლეონი იყო მონოპოლისტი რეალურად და დაამჩენი ყველა ებრძოდა მონოპოლიას. რომ აღდგენილი იყო ჯანსაღი კონკურენცია ბაზარზე. შეიძლება ითქვას. ხო და აი ეს გარდატეხა ოქტომბერში დაიწყო კონგრესი. ეს გარდატეხა როდის ხდება, როცა ტალეირანი უკვე აღწევს წარმატებებს, მან დაშალა 4-ეული ამ გაგებით, შეიყვანა სხვა სახელმწიფოები და უკვე იწყება რაღაც ახალი არქიტექტურის გამოკეთა და ამ არქიტექტურაში ფიქრობენ თუ არა უკვე ეს ქვეყნები, რომ ეს გარიგება ისეთი არ მოხდეს, რომ სამომავლოდ რომელიღაც ქვეყანა უფრო უპირატეს მდგომარეობაში მოექცეს. აი როდის იწყება, თქვა, იგივე რუსეთის მიმართ ჩიში, რომ ძალიან დიდია. რუსეთის მიმართ ჩიში პრინციპში არსებობს თეორიულად, მაგრამ ჩიშს ანელებს ის ფაქტი, რომ ალექსანდრე მართლაც პროგრესული მეფეა და ხვდებიან, ვერ აღიქვავენ მას როგორც საფრთხე. ხვდებიან, რომ პრინციპში მართლა ევროპელი მონარქია და მისგან საფრთხე არ მოდის სერიოზული, მას ტერიტორიების წართმევა არ უნდა, როგორც ასეთი. არ არის ესე თქვა გიჟი დამპყრობელი, რომელსაც ახლა საშუალება აქვს ტერიტორია წაიღოს და წაიღოს. არ არის ეგეთი ტიპი, ევროპელია. და მართლაც ალექსანდრე უყურებს ევროპას როგორც თავის სამშობლოს, ევროპას შეიძლება ითქვას. ხო და რა ჩადეს რამდენიმე გენიალური მიგნება ვენის კონგრესის, რომელმაც განაპირობა სტაბილურობა და მშვიდობა ევროპაში ძალიან დიდი ხნით. მთავარი ევროპისთვის, ევროპული ძალთა ბალანსისთვის საკითხი იყო გერმანული პრობლემა. ამაში რა იგულისხმება? გერმანელები იყვნენ გაცილებით მეტნი ვიდრე ფრანგები. მას შემდეგ რაც ოდესღაც დაიშალა გერმანია, ვესტფალიის ზავის 30-წლიანი ომის და ვესტფალიის ზავის შემდეგ გერმანია დაიშალა. და ამიტომაც გაძლიერდა ძალიან კონტინენტზე საფრანგეთი. ეხლა მიხვდნენ რომ საფრანგეთი ძლიერი პრობლემაა. გამოჩინა ნაპოლეონის ომებმაც არა, მაგრამ თუ გერმანიას გავერთიანებთ, უარეს პრობლემა იქნება, იმიტომ რომ ახალი მონსტრი ჩნდება გაერთიანებული გერმანიის სახით. ამიტომ დაშლილი გერმანიის პრობლემაა. საფრანგეთია ძლიერი ამის წყალობით. ხო და ამიტომაც შექმნეს გერმანიის კონფედერაცია, რომელიც არის რეალურად თავდაცვითი ალიანსი. ეს რას ნიშნავს, რომ ერთიანი გერმანია სხვას ვერ შეუტევს, პრობლემას ვერ შექმნის, მაგრამ ამავე დროს იგივე საფრანგეთი გერმანიელებს გარედან თავს ვერ დაესხმა, იმიტომ რომ თუ რამეა გერმანელები გაერთიანდებიან. აი ესე გადაიჭრა აი ეს პრობლემა გერმანიის და საფრანგეთის. ეს იყო გენიალური მიგნება. და მეორე ძალიან საინტერესო მიგნება შვეიცარიის ნეიტრალიტეტი. ანუ თქვენს რაღაც ტერიტორიაზე შვეიცარიაზე მოდი ეს დღეიდან მოყოლებული ნეიტრალური იყოს და მოყოლებული იქიდან შვეიცარია, ესე ვთქვათ, აღარ იყო პლაცდარმი. ხო, ეხლა ძალიან ორ სიტყვაში თქვი და ძალიან საინტერესოა, რატო თვითონ შვეიცარიელების პოზიცია რა იყო, როგორ ან რა საჭიროება გაჩნდა, რომ უნდა არსებდეს
მათ ვინ ეკითხებოდა? ეს თითქმე შვეიცარიაც ხო ეს არის რაღაცა 3 და 4-ხენოვანი ქვეყნის გაერთიანება, ერთგვარი კონფედერაცია, ხო? ანუ რატო გაჩნდა ეს საჭიროება, რომ არსებდეს შუაგულ ევროპაში რაღაცა ბუფერი, რაღაცა ნეიტრალური ზონა? იმიტომ რომ ეს იყო ძალიან კარგი პლაცდარმი, უბრალოდ კარგი გადასასვლელი იყო რა. ანუ მას აქვს სტრატეგიული მდებარეობა და ვინც ფლობს შვეიცარიას, მას აქვს უპირატესობა. ანუ შვეიცარიის გავლით შეიძლება დაარტყოს. ამიტომ მოდი საერთოდ გავანეიტრალოთ ეს ტერიტორია ამ კუთხით. ღამე უფრო მშვიდად გვეძინოს. ეს ქვეყანა იყოს ნეიტრალური, რომ ვიცოდეთ, რომ ამ ქვეყნის გავლით ვერავის ვერ დაარტყავს. აჰა, გასაგები. ეს მომენტი არის რა. და ხუთივე ძლიერ დიდმა სახელმწიფომ მისცა შვეიცარიას, ესე ვთქვათ, ნეიტრალიტეტი მიანიჭა თქვენს, რომ დღეიდან მოყოლებული ჩვენ ყველანი ვართ შენი გარანტები, შენი ნეიტრალიტეტის. ანუ ვინმე თუ შემოიჭრება, ჩვენ ვიცავთ შენი ნეიტრალიტეტს, ვიცავთ შენი ტერიტორიას. და დღემდე, ვერ გაბედა იქ ვერავინ შესვლა. როგორც ჩვენ უყურებთ, ეხლა დღეს ევროკავშირში ნიშება, ხო, მით უმეტეს. რაზეა საუბარი. კიდევ ერთი გენიალური მიგნება გაჩნდა ნეიტრალური სახელმწიფო. ეს ხელუხლებელი იქ არავინ არ შევდივართ. და ის ქვეყანა არ იქნება გამოყენებული, არა მხოლოდ ომში არ იქნება ჩათრეული. ანუ მასზე ვერც გაიგვის ვერავინ. ჯარს არ გაატარებს საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვანია ეგეც. ეს მომენტი იყო კიდევ. დგება 1815 წლის მარტი და ნაპოლეონი გადაწყვეტს, რომ გაიქცეს ელბადან და დაიბრუნოს ხელისუფლება და ძალაუფლება საფრანგეთში. ანუ არსებობს რაიმე, თქვა, ურთიერთმიმართება, ის ხედავს რა ხდება ვენის კონგრესზე, ის ხედავს რომ დგება ახალი არქიტექტურა. ანუ რა არის ნაპოლეონის მოტივი, თუ მას უბრალოდ თავისი პერსონალური, უბრალოდ ძალაუფლების დაბრუნება უნდა. რატო ბრუნდება ის? ჯერ იმას ვიტყვი, ეს რომანტიზირება ნაპოლეონის გაქცევის, მე მგონი არ არის მანდამაის სწორი, იმიტომ რომ გაქცევის მერე საფრანგეთი დასაჯეს, რაც მიაღწია ტალეირებმა ალექსანდრესთან. მე ეს ყველაფერი დაიკარგა. მერე საფრანგეთი ჩააყენეს საოკუპაციო ჯარი, ნაპოლეონის გაქცევის მერე საფრანგეთს ააკისრეს ძალიან სერიოზული კონტრიბუცია, 700 მილიონი ფრანკი თუ არ ვცდები, წაართვეს დაძარცვი, ნახატები და რაღაცა ექსპონატები. არა, ეს ალბათ დამარცხების შემდეგ. ხო, მაგრამ გაქცეული არ მოხდებოდა. ეგ საბოლოო ხომ არა, ეგ იმიტომ რომ დამარცხდა, რო არ დამარცხებულიყო. მე ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ ეხა ივნისზე. მე ვლაპარაკობ მარტზე. ანუ რო გარბის საბოლოო ჯამში მისი мотиваცია რა არის? ვერ მოისვენა, აქედან დავიწყოთ. მეორე იყო ის, რომ იცოდა, რომ ვენის კონგრესზე თად ყველაფერი კარგად არ იყო, თად ჰარმონიაში ერთმანეთთან დიდი სახელმწიფოები არ იყვნენ. მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი, იცოდა, რომ ბურბონება რამდენიმე თვეში ხელახლა შეაძულეს თავი ფრანკ ხალხს. ტალეირებმა კიდევ ერთი გენიალური ფრაზა თქვა, ბურბონება ვერაფერი ვერ ისწავლეს და არაფერი არ დაივიწყეს. ანუ ძველი ბოღმით დაბრუნდნენ. ისევ მართეს ქვეყანა როგორც იყო რევოლუციამდე. და ძალიან მალე მოკლედ ადამიანებს ისევ შეზულდათ. და რო გადაჯდა ნაპოლეონი საფრანგეთის სანაპიროზე, მთელი ჯარი გაადიოდა მის მხარეს. მოკლედ მან ესე იგი ეს რაღაც კომპლექსური გადაწყვეტილება მან დაინახა შეაძლებლობის ფანჯარა, ყოსტოში მან დაინახა და გადაწყვიტა გამოეყენებინა. გადაწყვიტა გამოეყენებინა, პარიზში შევიდა ზარზეიმით, მეფე გაიქცა კისრის ტეხით პარიზიდან. გენიალურია მაშინდელი ფრანგული პრესის ქრონოლოგია. გაიქცა ელბადან, სათაურია ეგეთი, რომ კაცი ჭამია გაიქცა ელბადან. მიუახლოვდა საფრანგეთს, უზურპატორი საფრანგეთს უახლოვდება. გადაჯდა საფრანგეთში, ბონაპარტი საფრანგეთშია. დაიძრა პარიზისკენ, ნაპოლეონი პარიზისკენ მოიწევს. როცა უკვე აშკარა რომ პარიზში შემოვა დღე-დღეზე, მის საიმპერატორო უდაბნოსობას მის საყვარელი დედაქალაქი მოუთმენლად ელის. ესეთი საინტერესო ქრონოლოგია მაშინდელი ფრანგული პრესის. და ბოლოს იმპერატორის სასახლეში. სასახლეში შევიდა, რო შევიდა იქ დახვდა მაგიდაზე ეგზემპლარი საიდუმლო შეთანხმების, რომელიც გაფორმდა ავსტრიას, ინგლისსა და საფრანგეთს შორის. 3 ეგზემპლარი იყო სულ, ერთი წავიდა ლონდონში, მეორე გაგზავნეს პარიზში, მესამე დარჩა ცხადია ვენაში. აიღო და ეგრევე გაუგზავნა ვენაში იმპერატორ ალექსანდრეს. ალექსანდრე ალბათ ხვდებოდა რომ მსგავსი ალიანსი არსებობდა, მაგრამ რახან უარყოფდნენ მასთან მეტერნიხია უარყოფდა მასთან შეურაცხყოფილი თოვლის სახით ამ ალიანსის არსებობას. გაბრაზებულო მაინც არ ნახა მეტერნიხის ალიანსი მატყუებდი ხო, მაინც მოგიწერია ხელი ამაზე უთხრა. და არ ითამაშა საბოლოო ჯამში ვერ გაჭრა ნაპოლეონის ხრიკებმა ის რომ მან დაიწყო ლიბერალის მანტია მოირგო, ახალი კონსტიტუცია მისცა საფრანგეთს, არ ითამაშა მან მაინც ესე თქვა ვერ მოახდინა შტაბ-ეჭდილება ვერავისზე, მთელი ევროპა ისევ გაერთიანდა მის წინააღმდეგ, გამოიყვანა ყველა ჯარი. დაიძრა სასწრაფოდ რომ გაინადგურებია ჯარები ნაწილ-ნაწილ, სანამ ისინი გაერთიანებას მოასწრებდნენ, მაგრამ ვერ მოახერხა, იმიტომ რომ პირველი საფრანგეთის არმია ცხადია აღარ არის ისე ძლიერი, მაშინ როცა სხვებმა უკვე მისგან ომი ისწავლეს. მეორე, უამრავი მარშალი უკვე მას შემოეცალა, ზოგი დაიღუპა, ზოგმა მიატოვა და ასე შემდეგ. და მესამე არ გაუმართლა რაღაცეებში. ვატელოოსთან მას არ გაუმართლა ელემენტარულად. ის ბრძოლა თითქმის მოგებული ქონდა, მაგრამ ბოლოში სულზე მოუსწრო, ინგლისელებს მოუსწრეს
პრუსიელებმა. ხო არ შეიძლება აი მარტში რა ვითარებაა ვენის კონგრესზე რომ შეიძლება აქ რაღაცა შეთქმულების კვალიც დავინახოთ რომ ვის ინტერესში შეიძლებოდა ყოფილიყო და ხელი შეეწყო თქვა ნაპოლეონის დაბრუნების ვის არ აწყობდა იქ არსებული ვითარება. ანუ რამდენად განაპირობა ვენის კონგრესში მიმდინარე პროცესმა ეს თუ ეს უბრალოდ ისტორიის ესეთი მოსახვევია რომ ნაპოლეონმა დამოუკიდებლად გადაწყვეტა. ერთი კაცის ახირება ალბათ აქ მეტი არაფერი ცხადია, ახირებული კაცი გამოიქცა. ესე მარტივად ცხადია ვერ შეეგუა გაასახლებას და ახალგაზრდა კაცი იყო თან გავითვალისწინოთ. იყო იმ პერიოდში 45 წლის. არაფერი არის, ხო? მით უმეტეს თანამედროვე სტანდარტებით ახლა ეს ასაკი არაფერი არის საერთოდ. და ესეთი აქტიური ადამიანი უცებ დასვეს ჩაკეტეს კუნძულზე და ვერ შეეგუა მას ელემენტარულად. ნუ ამის მერე მოკლედ საფრანგეთს წაართვეს რაღაც ტერიტორიები, წაართვეს ექსპონატები, კონტრიბუცია ჩაუყენეს საოკუპაციო ჯარი და პარიზის კომენდანტი იყო ჩვენი ცნობილი ვორონცოვი. ჩვენი ქართველებისთვის ცნობილი ვორონცოვი. ფრანგულ რესტორნებში ცხადია დადიოდნენ, დაგულაობდნენ, მოდი ესე ვთქვათ, რუსები, ჭამდნენ, სვავდნენ, არ იკლებდნენ არაფერს, ძალიან ხშირად არ იხდიდნენ ფულს, ნისიად კეიფობდნენ. მთელი ეს ვალებით მერე გადაიხდა ვორონცოვმა სხვათა შორის. მაშინ გაჩნდა ამ რუსული ესე ვთქვათ ოკუპაციის დროს პარიზში გაჩნდა ტერმინი ბისტრო. ანუ რესტორანი სადაც საჭმელად ჩქარა ამზადებენ. რუსები შედიოდნენ ბისტრო. ეუბნებოდნენ და ესე გაჩნდა ბისტროები მაშინ ევროპაში რუსული ოკუპაციის წყალობით. საინტერესოა ის რომ ვენის კონგრესი როცა სრულდება ივნისში 1815 ანუ ჯერ 9 ივნისია ხო ჯერ ხდება ხელმოწერა ანუ უკვე ხდება რაღაცის გადანაწილება შეთანხმება და აქედან რამდენიმე დღეშია ეს ვატერლოოს ბრძოლა ანუ ეს პარალელურად როგორ მიდიოდა ეს პროცესი ნაპოლეონი რო გაიქცა ამ დროს პრინციპში ყველაფერზე შეთანხმებულები არიან ერთმანეთში ამიტომაც თქვენ რომ ეხა ის გიჯი გაიქცა მაგრამ უბრალოდ გადაავადა ამან არა თქვენ რომ მოდი ჩვენ ხელი მოვაწეროთ და ეს დავამარცხოთ ეგ მომენტი იყო ასე რომ მოეწერა ხელი ან დასკვნით აქტს ანუ ზეგავლენა დიდი ვერ იქნება თქვენ რომ ეხა ამას ხო არ ავარებინებთ ყველაფერს რაც მივახციეთ ამ კაცის გამო ხო არ შევცვლით ამიტომაც მოაწერეს ხელი მოაწერეს ხელი იმ თემებს რომელიც იყო გერმანიის თემა რომელიც იყო შვეიცარიის თემა და კიდე სხვა თემები რომელიც იყო ასევე სხვა შორის ვენის კონგრესმა პირველად ესე ვთქვათ ჩამოაყალიბა აი ეს დიპლომატიური თემები რა დიპლომატიური რანგები დიპლომატიის ხელშეუხებლობა დაიწყო მაშინ ვენის კონგრესზე მერე წავიდა მას მუშაობა მოგვიანებით კი გაგრძელდა ხო და უამრავ თემას შეეხნენ ასევე ებრაელების უფლებებს შეეხნენ სხვა შორის და ამ რამეზე ისაუბრეს რაც ასევე ერთიანი ევროპის უკვე კონტურებს კიდევ უფრო კვეთს, ხო? იმიტომ რომ არსებობს რაღაც შეთანხმებები, რომელიც ვრცელდება მთელ ტერიტორიაზე მიუხედავად საომარი ვითარებისა თუ რაღაც სხვადასხვა ადგილზე დაძაბულობის. განსაკუთრებით დიდი მიღწევა, გამორჩეული მიღწევა ამ კონგრესში იყო ის, რომ ისინი შეთანხმდნენ, რომ მოყოლებული იქიდან თუ კი ევროპაში კიდევ გაჩნდებოდა რაიმე კონფლიქტის საფრთხე, დესტაბილიზაციის კერა სასწრაფოდ შეიკრიბებოდა კიდევ ერთხელ კონგრესი, ანუ ევროპული ლიდერების და ერთმანეთში მოილაპარაკებდნენ, რომ არ მივიყვანათ საქმე ომამდე. ანუ თქვენს რომ მოდი აწი ჭკუა ვისწავლოთ და მშვიდობა რომ შევინარჩუნოთ, როგორც კი რაიმე საფრთხე გაჩნდება, ჩვენ ეგრევე ვიკრიბებით და მშვიდობიანად წყვეტ ყველაფერს. ესე ეყრება საფუძველი შეიძლება ითქვას, ალბათ თანამედროვე ევროპას მშვიდობიანს, აი სწორედ მაშინ ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ. ერთმანეთში მოილაპარაკებით მივახციოთ კომპრომისს. თანადამობით უკვე ჩნდება მშვიდობის ფასი, ჰუმანისტური გავლენები და შეიძლება ითქვას, რომ ეს ტექნოლოგიურმა რევოლუციამ თავისი ნაყოფიც გამოიღო. ანუ ადამიანები მიხვდნენ, რომ რაღაც სიცოცხლეს უკვე მეტი ფასი დაედო, შეიძლება ეს ითქვას. ანუ უფრო ომის განწყობები და ეს ომი არის რაღაცნაირად ბუნებრივი მდგომარეობა, ანუ სულ ომია, ხო, კაცობრიობის ისტორიაში. თანადამობით ანაცვლებს ეს ძალისხმევა, განმანათლებლების შრომა, ასე შემდეგ იმისათვის, რომ მშვიდობა იყოს ბევრად ფასეული. როგორც წესი, ყოველი ომის შემდეგ ადამიანებს ომის ხალისი ეკარგებათ, იმიტომ რომ ხვდებიან სიცოცხლის ფასს. ესე იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ყველა ვინც გაიარეს ომი, მათ შორის განსაკუთრებით გერმანიამ, საბჭოთა კავშირმა გაიგებს მშვიდობის ფასი, იმიტომ რომ ყველაზე მეტი მსხვერპლი ამ ქვეყნებში იყო ხო რაზეა საუბარი. ოღონდ აქ ერთი თემაცაა. ეხლა პირველი მსოფლიო ომის მერე დიდი მსხვერპლი იყო, მაგრამ 20 წელიწადში ახალი მსოფლიო ომი დაიწყო. რატომ? იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ომის მერე ვერ დაალაგდა ძალთა ბალანსი ნორმალურად და გერმანიას დაუტოვეს შურიზიების სურვილი. გერმანიას დაუტოვეს ძალიან დიდი დამცირების ესე ვთქვათ განცდა. და ვენის კონგრესზე საფრანგეთს ესე დამცირების განცდა არ დაუტოვეს. სამარკეთის რეინტეგრაცია ევროპაში მალე მოხდა ვენის კონგრესის შემდეგ. და ამიტომაც საფრანგეთს მერე არ შეუქმნია პრინციპში მან დამაინც დიდი პრობლემები, განსხვავებით გერმანიისგან, რომელიც მერე ჰიტლერი მოიძო ომს იწყებს. ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა ვენის კონგრესის, რომ მან რეალურად ისე დაალაგა ყველაფერი, რომ დამარცხებულიც რეალურად არ დატოვა განზე.
და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი კიდევ ერთი დამარცხებული სახელმწიფოს წარმომადგენელი ტალეირანი ვენის კონგრესში მოაწირეობს აქტიურად და მის სიტყვას ისმენენ, მას ანგარიშს უწევენ. მაშინ როცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია სამშვიდობო კონგრესზე, კონფერენციაზე არ მიუწევიათ საერთოდ. ამანაც განაპირობა ცხადია, რომ გერმანია ძალიან გამწარებული იყო პირველი მსოფლიო ომის მერე და გააჩაღა მერე 20 წელიწადში ახალი მსოფლიო ომი. ხო, პირველი მსოფლიო ომის მერე საერთოდ იყო დამარცხებულები და მოექცნენ ძალიან ნიველირებით და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთოდ აღარ ძღის ლაპარაკი, იმიტომ ისინი უბრალოდ დასაჯეს და გაააქრეს ის ხელისუფლება და პრაქტიკულად ხო, გერმანიის სუვერენიტეტი თუ შეიძლება ისე თუ ჯერ გაყვეს და მეორეც ერთი ამაზეც უდესმე ვილაპარაკებთ. შემდეგ იმ გამარჯვებამ მე რა კვალი დატოვა ისტორიაში. პრინციპში ჩვენ ვენის კონგრესის ეს ეპიზოდი შეგვიძლია დასრულებულად ჩავთვალოთ და უკვე შემდეგ ეპიზოდში ვილაპარაკოთ უკვე ის ალიანსები, რაც შეიქმნა ევროპაში და როგორ გაგრძელდა ცხოვრება, მაგრამ შენ განსაკუთრებული აქცენტი აი ამ წელი ისტორიის ამ ეპიზოდში გააკეთე აი დიპლომატიის, როგორც ისეთი თანამედროვე გაგებით დაბადებაზე და ჩვენ შეგვიძლია ტრადიციულად ისევ გაიხსენო და დაასახელო რაღაც ნაწარმოები, რომელიც ასახავს აი ამ დიპლომატიის როლს, აი ამ ისტორიულ ფიგურებს, როგორ დარჩა ეს რაღაცა ხელოვნების ნიმუშებში. ცნობილი წიგნები, რაც არსებობს ამ თემაზე, ალბათ მაინც ყბადაღებული კისინჯერის წიგნები, დიპლომატია. დეტალურად ცხადია, ის არ განიხილავს მაინდამაინც იგივე ვენის კონგრესს, მაგრამ სისტემურად აღწერს რა ხდებოდა იმ პერიოდში, როგორ აღდგა ევროპაში ბალანსი და დიპლომატიის გარდა დაწერილი აქვს კიდევ კისინჯერს, ჩემი აზრით არანაკლებ საინტერესო წიგნი, მაგრამ ნაკლებად ცნობილი, მას ქვია აღდგენილი მსოფლიო World Restored. და ეს წიგნი ეხება ძირითადად იმას, რაც ხდებოდა უფრო უკვე ვენის კონგრესის შემდეგ, მაგრამ ამაზე ხო ვილაპარაკებთ შემდეგ გადაცემაში და ამიტომაც მოდი ახლა სპოილერს არ გავაკეთებ. უფრო სწორედ ინტრიგას ჩავაგდებ და რაზე ეს წიგნი და შემდეგი თემა მე ამას გაიგებს ჩვენი მსმენელი. კი ბატონო, დაველოდოთ შემდეგ ეპიზოდს.